საღამო მშვიდობის მოგესალმებით, მოკლედ რამდენი ხანია ვიდეო არ ჩამიწერია, სულ დაგეკარგეთ რა, სულ დავიკარგე, მაგრამ ძალიან ისევ არის რაღაცნაირად საკუთარ თავთან ბრძოლაში და დღეს მინდა ვისაუბრო მოტივაციაზე, ანუ რა იწვევს მოტივაციის ვარდნას, როგორ ავიმაღლოთ მოტივაცია. ძალიან მარტივ, ესე ვთქვათ, ადამიანურ ენაზე ვისაუბრებ ამ თემაზე, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე რა. მე არ ვაპირებ ხა ცოდნის ენაზე და ფსიქოლოგიურ ენაზე საუბარს, არც მაქვს მაგდენი ცოდნა, ესე ვთქვათ, რომ ამ თემაზე ვისაუბრო, ესე ვთქვათ, როგორც წიგნობრივ ენაზე რა, მოკლედ და ძალიან მარტივად გესაუბრებით ამ თემასთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა გითხრათ, სად დავიკარგე, რატო დავიკარგე, ჩემი YouTube არხი საერთოდ ძალიან ისაქნა, რა ქვია, ჩავარდა, მაგრამ არა უშავს. ანუ დღეში ერთ ვიდეოს მაინც რო ვდებდე, ან ორ დღეში ერთხელ მაინც რო ვდებდე ერთ ვიდეოს, ეს უკვე ჩემი არხისთვის იქნებოდა ძალიან დიდი მიღწევა. ჩემი ერთგული მაყურებლებიც არ დაიკარგებოდნენ, არხი გახდებოდა უფრო აქტიური და პლუს ამას შემოსავალი, რომელიც არც ბევრია და არც ცოტაა, რაღაცა საქმეს მაინც გაგიკეთებდა ეს შემოსავალი. ანუ ორ თვეში ერთხელ რომ 70 ევროს ვიღებდე, ეს პატარა შემოსავალი ნამდვილად არ არის, მაგრამ ვერ ვახერხებ. მოკლედ, ეხლა ვისაუბრებ რაზე. საკუთარ თავთან ბრძოლაში ვარ, თქო გითხარით და გეტყვით რატომ. ვერ ვეგუები იმ სიტუაციას, რა სიტუაციაშიც ვარ. ანუ ძალიან ბევრი თემა დამიგროვდა, რაზე საუბარიც მსურს და ეხლა არ მინდა რომ ძალიან ავირიო და ესე ვთქვათ, აჯავსადალი გამოვიდეს რა. მოკლედ, პირველ რიგში გახარებთ იმ ამბავს, რომ ორკვირიან შვებულებაში ვარ და ძალიან მშვიდად ვარ, მაგრამ მუშაობას რო არ მიჩვეული და სულ სიარულს, გასვლას, გამოსვლას, საქმეს, 2 დღეა უკვე სახლში ვზივარ, გარეთ საერთოდ არ გავსულ ვარ და აი რა ვაკეთო არ ვიცი რა. მართლა თან მინდა რაღაცის კეთება, მაგრამ თან თავს ვეუბნები, რომ ბაჩო, იმდენად დაღლილი ხარ შენ, რომ საკუთარ თავს მიეცი იმის საშუალება, რომ უბრალოდ არაფერი არ აკეთო. ან ის აკეთო, რაც შენ გსურს. ხო და პლუს ამას მინდა, რომ ეს 2 კვირა, ესე ვთქვათ, სწორად გამოვიყენო. იმიტომ რომ აწი კაი ხანი არ მექნება ეგეთი შესაძლებლობა, რომ 2 კვირა უმუშევარი ვიყო და თავისუფალი ვიყო, ესე ვთქვათ. ასე რომ ამ 2 კვირაში მინდა რაღაცეების გაკეთება, ისეთი რაღაცეების გაკეთება მინდა ამ 2 კვირაში, რაც მომცემს შედეგს და პლუს ამას რისი გაკეთებაც აქამდე მინდოდა, მაგრამ საკუთარ თავს ვაჯერებდი, რომ არ შემეძლო, იმის გამო რომ მუშაობდი, იმის გამო რომ თავისუფალი დრო არ მქონდა და რავი, მინდა რომ ამ 2 კვირაში ეგ რაღაცეები გავაკეთო. პირველ რიგში მინდა ცოტა ისე გავიდე, გამოვიდე, ვივარჯიშო. ეხლა დღეს გვიან გავიყვიძე. გუშინ საერთოდ სამსახურიდან რომ მოვედი და რომ ვიცოდი, რომ დილას ასადგომი არ ვიყავი და ხვალ სამსახურში წასასვლელი არ ვიყავი, გვიანობამდე არ დავიძინე, გვიან რო დავიძინე, პლუს ამას 1 კვირის უძინარი ვიყავი და ძალიან გვიან ავდექი და მოკლედ ეს 2 დღე ავირიე. დღესაც 2 საათზე ავდექი, შუა დღის 2 საათზე და ეხლა მინდოდა გასვლა, მეთქი ცოტა პარკში გავისეირნებ, რაღაცა გარეთ რო ტრენაჟორები დგას, ცოტა წავივარჯიშებ თქო, მაგრამ ეხლა ისეთი ქარი ამოვარდა გარეთ, რომ არ ვიცი ან გავალ ან არა. მაინც გავალ სახლში რა ვაკეთო. ხო, მოტივაცია არის
ის რაც გაძლევს ესე ვთქვათ საქმის კეთების სურვილს. ანუ ნახეთ, мотивация თუ არ გაქვს, უბრალოდ თავს აძალებ რომ გააკეთო. და როცა თავს რაღაცის კეთებას აძალებ, ძალიან ცუდად გრძნობ რა თავს. ანუ ეხლა დავიწყოთ სამსახურის ამბავში მოყოლა. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ყველას ერთნაირი შესაძლებლობები არ აქვს. ნახეთ, შენ შეიძლება უყურებდე ყოველდღიურად ადამიანს, რომელიც რაღაცა საქმეს აკეთებს და ფიქრობდე, რომ ვაუ, ამ ადამიანს ეს საქმე რა მაგრა გამოუდის. მოდი მეც ვწდი და მეც გამომივა. აუცილებლად უნდა ცადო, რა თქმა უნდა, მაგრამ რადგან იმ ადამიანს გამოუდის იმ საქმის კეთება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად შენც გამოგივა. ყველა ადამიანს სხვადასხვა შესაძლებლობები გაგვაჩნია, სხვადასხვა ინტერესები და შესაბამისად შეიძლება ის რაღაც არ აღმოჩნდეს შენი, რაც სხვას კარგად გამოუდის. და ყველაფერი უნდა ცადო. რატომღაც ვერ ვეგუები იმ სიტუაციას, რა სიტუაციაშიც დღესდღეობით ვარ, ყოველთვის საკუთარ თავთან ბრძოლა გამაჩნია, მაგრამ თან მაქვს სიახლის შიში და ეს არის ძალიან რთული. ანუ ყოველთვის ძალიან ისეთი პიროვნება ვარ რა, თითქოს და საკუთარ თავში ზედმეტადაც შეიძლება ითქვას, საკუთარ თავში ჩაკეტილი მოკლედ და სულ ფიქრებში რო ხარ და სულ შენ სამყაროში რო ხარ რა, ეგეთი ვარ რატომღაც და ანუ მინდა რაღაც სიახლე დავიწყო, მაგრამ თან მაქვს შიში. არ ვიცი რატომ, მაგრამ მაქვს ძალიან ზედმეტად სიახლის შიში. ეს იმიტომ ხდება, რომ რაღაც ახლის წამოწყება პირველ რიგში უკავშირდება შიშს, ესე ვთქვათ. რომ არ გამოგივიდეს, რომ არ გამოვიდეს ისეთი, არ იყოს ისეთი, როგორსაც მოელოდი. თუმცა, სწორედ საჭიროა ესე ვთქვათ, საკუთარი თავი ჩააყენო საფრთხის ქვეშ, გამოცადო ესე ვთქვათ. ყოველთვის რაღაცა ახლის წამოწყება დაკავშირებულია სტრესთან, შიშთან. მაგრამ თუ არ დაიწყე და ეს შიში თუ არ გადალახე, ისე შედეგს ვერ მიიღებ. ხო, ანუ როცა მიჩვეული ხარ რაღაცის კეთებას და როცა უკვე ძალიან ესე ვთქვათ შენია, მერე გიჭირს რაღაცა ახლის დაწყება. ესე ვარ სამსახურთან დაკავშირებით, მოკლედ დავიწყოთ იქედან, რომ ყოველთვის ვამბობ, რომ აი თბილისში რო ახალი ჩამოსული ვიყავი, მაშინ რომ мотивация მქონდა, ნეტა ეგ мотивация მომცა ეხლა თქო. როცა სტუდენტი გავხდი, ეგ იყო ჩემთვის ძალიან დიდი სიახლე. გარდატეხის პერიოდი იყო ის, რომ სულ სოფელში ვიყავი და იქაურ გარემოს მიჩვეული ვიყავი რა. სოფელს ვიყავი მიჩვეული, იმიტომ რომ იქ მქონდა თავისუფლება, ესე ვთქვათ. ჩემგემოზე ვიყავი, მინდა გავაკეთებდი, მინდა არ გავაკეთებდი, როგორც მინდა ისე დავიძინებდი, გავიღვიძებოდი, როცა მინდა ავდგებოდი, როცა მინდა დავწვებოდი და აი ეგრე ვიყავი რა. იქ გრძნობდი თავს კომფორტულად, მაგრამ უკვე არ შემეძლო იქაურობის ატანა, იმიტომ რომ მქონდა რაღაცა ესე ვთქვათ სიახლის დაწყება მინდოდა რა. და როდესაც გავხდი სტუდენტი, კი, ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო ეგ ამბავი, რომ გავხდი სტუდენტი, იმიტომ რომ 2 წელი ესე ვთქვათ პირველ წელს რომ გავედი გამოცდებზე, ჩავიჭერი და მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, რომ ან ჩავაბარებდი ან არა, ანუ პირველ წელს რომ გავედი გამოცდებზე, გავედი უბრალოდ საცდელად და საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ბაჩო, ეხლა შენ გამოცდებზე გადიხარ, იცი რომ არ ხარ მზად, მაგრამ გადიხარ საცდელად, რომ გაიგო შენი შესაძლებლობები და ასევე გაიგო
როგორი სიტუაცია დაგხვდება, როგორი გარემო პირობები დაგხვდება და როდესაც გამოცდები ჩავამთავრე პირველ წელს და როცა მეზობელი იყო თუ ნათესავი იყო რომ ეკითხებოდნენ რას ფიქრობ ჩააბარებ, ყოველთვის ვეუბნებოდი რომ არ ვიცი. ანუ არ ვიცი რა იქნება, საცდელად გავედი. და პირველ წელს რო ჩავიჭერი, ძალიან დიდი სტრესი იყო ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს დავაჯერე, ესე ვთქვათ, ის ამბავი, რომ საცდელად გადიხარ და იცი, რომ ან ჩააბარებ, ან ვერა, მიუხედავად მაგამბისა, ჩემთვის იყო ძალიან დიდი სტრესი გამოცდებზე ჩაჭრა. ნელ-ნელა შევეგუე, მაგრამ აი როდესაც შევდიოდი სოციალურ ქსელებში და ვნახულობდი სხვადასხვა ახალგაზრდების პოსტებს, სტორებს, ვინსაც ჩაირიცხა, ვინ რამდენი დაფინანსება აიღო და მე ამ დროს რომ ვიცი რომ ვერ ჩავაბარე, ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი სტრესი, ანუ ტირილის მდგომარეობამდეც კი მიმიყვანა, მაგრამ ნელ-ნელა შევეგუე. და მეორე წელს რომ გავედი გამოცდებზე, ასევე მეორე წელსაც არ ვიყავი დიდად მომზადებული, მაგრამ როდესაც ჩავაბარე და ჩავირიცხე, კი ძალიან დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის ეგ, რომ სტუდენტის სტატუსი მექნებოდა მალე. მაგრამ ასევე იყო ძალიან დიდი სტრესი. და რატომ? იმიტომ რომ უნდა გადმოსულიყავი თბილისში, უნდა შევგუებოდი უნდა დამეწყო მოკლედ ახალი ცხოვრება, პირველ რიგში ის რომ თბილისი საერთოდ არ ვიცოდი, ასევე ბინის ქირაობა იყო კიდევ ახალი სტრესი, ძალიან დიდხანს ვეძებებინა. თუმცა ყველაფერი დალაგდა, გადმოვედი თბილისში, ბინაც ვიქირავე, უნივერსიტეტშიც მოვეწყო, ესე ვთქვათ, და აი პირველი მით უმეტეს ნახევარი წელი მქონდა ძალიან დიდი мотиваცია. მიუხედავად იმისა, რომ თბილისი არ ვიცოდი, მეტროშიც კი ბატივით დავდიოდი, ტელეფონში ვეძებდი მეტროს, მას რა ქვია, ტელეფონში ვაგვირდებოდი ხოლმე, აბა ეხა იქეთ უნდა წავიდე თუ აქეთ. და ძალიან ბატივით დავდიოდი, ანუ გზები არ ვიცოდი, ქუჩები არ ვიცოდი, მეტრო არ ვიცოდი. თუმცა მქონდა უდიდესი мотиваცია. იმიტომ რომ სიახლე იყო ეს ყველაფერი ჩემთვის. და ყოველთვის როცა არ მაქვს არაფრის კეთების სურვილი, სულ ვფიქრობ, რომ ნეტა ის мотиваცია მომცა, რაც თბილისში გადმოსვლის 1 წლის განმავლობაში მქონდა თქო. სამსახურშიც დავდიოდი, უნივერსიტეტშიც დავდიოდი, არც ერთ ლექციას არ ვაცდენდი, ვსწავლობდი, კარგი ქულები მქონდა, კარგი შედეგი მქონდა, პლუს ამას სახლშიც ვახერხებდი, რომ საჭმელი გამეკეთებია, დამელაგებია და ამ ყველაფერს ვახერხებდი. მაგრამ როდესაც ხვდები, რომ ყოველთვის თითქოს ყოველი დღე ერთმანეთს გავს და ერთი და იგივე სიტუაციაში ხარ და ამ სიტუაციიდან ვერ ამოდიხარ, აი ეგ იწვევს ზუსტად мотиваციის ვარდნას რა, თუნდაც ერთი სამსახური, ერთი გარემო და მე რატომღაც ძალიან აი როგორი პიროვნება რიცით, თითქოს ყველაფერი მინდა, თითქოს რაღაც ძალიან მინდა და როცა იმ მიზანს მივაღწევ, რისი მიღწევაც დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა, მერე მარტივად მბეზრდება ის საქმე, რისი კეთებაც, ესე ვთქვათ, ძალიან მინდოდა. ხო და ეხლა ვარ ზუსტად იმ სიტუაციაში, რომ ყველაფერი მომბეზრდა. პირველ რიგში სამსახური. ანუ სამსახურში გრძნობ თავს ყველაზე მეტად ცუდად. წელიწად ნახევარია უკვე სპარში ვმუშაობ და კი როდესაც დავწინაურდი და ადმინისტრატორი გავხდი, მქონდა ძალიან დიდი мотиваცია და ინტერესი იმისა, რომ მესწავლა თუნდაც ის პროგრამა, რაც სპარის ადმინისტრატორს სჭირდება. მაგრამ გავიდა პერიოდი და უკვე ყოველდღიურობად იქცა და ძალიან მობეზრებულობაში გადავიდა, ესე ვთქვათ რა. დიდი ხანია უკვე რამოდენიმე თვეა მინდა რომ ამ სამსახურს მოვწყდე და დავიწყო რაღაც სხვა. არ აქვს მნიშვნელობა რა, უბრალოდ რაიმე სხვა და
აი ვერ მივდიოდი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ განცხადება დამეწერა. და რატომ? იმიტომ რომ შიში მქონდა სიახლის. სხვა სამსახური რო ვერ ვიშოვო, უმუშევარი რო დავრჩე, ან ვიშოვო და ისეთი არ აღმოჩნდეს, როგორიც ანუ საკუთარ თავს ვუქმნიდი მე თვითონ პრობლემებს და უარყოფით ფიქრებს, ესე ვთქვათ. არ ვაძლევდი გასახანს რა, კი მინდოდა განცხადების დაწერა, რაღაცა ახალი სამსახურის პოვნა, მაგრამ საკუთარ თავს უარყოფითი ფიქრებით ვტენიდი რა, რომ ვერ ვიშოვო, უმუშევარი რო დავრჩე, ან ვიშოვო და ისეთი არ აღმოჩნდეს, როგორიც მე მინდა, ისეთი სიტუაცია არ დამხვდეს, როგორიც ამ სამსახურში მაქვს. ნუ ალბათ ეს პირველ სამსახურთანაც არის დაკავშირებული რა. ალბათ რადგან პირველია შიში გაქვს, რა თქმა უნდა. და მერე სწავლობ და ხვდები, რომ არაფერი საშიში არ არის. ახალი საქმე უნდა წამოიწყო აუცილებლად, უნდა გადადგა ის ნაბიჯი, რომ მიხვიდე მიზნამდე და რომ ბოლოს და ბოლოს გაიგო რა არის შენი, რის იკეთება სიამოვნებს. და ეს ბოლო პერიოდი განსაკუთრებით სამსახურის მხრივ მქონდა საკუთარ თავთან ბრძოლა, რომ აი მინდოდა ვიცოდი, რომ მინდოდა ამ სამსახურიდან წასვლა, მაგრამ არ ვიცოდი სად წავსულიყავი, რა მეკეთებია. და ბოლო ერთმა კვირამ, მადლობა ღმერთს ამ ერთი კვირისთვის, ნახეთ მოხდა ისე, რომ მოლარე შვებულებაში იყო ადმინისტრატორი, ანუ ჩემი შემცვლელი ბიულეტენზე იყო გასული და მარტო მე და მენეჯერი ორი კაცი ერთი კვირის განმავლობაში დილიდან საღამომდე ყველაფერი ჩვენ ვიყავით რა. და ამ ერთმა კვირამ იმდენად დამტვირთა, რომ ბოლოს და ბოლოს მიმიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ განცხადება დამეწერა. და ეხლა რადგან ვიცი, რომ всё, მაგ სამსახურს მოწყდები, უკვე თითქოს მომეხსნა შიში. არანაირ შიში არ მაქვს, ჯერ არ ვფიქრობ. ანუ რადგან ამ ბრძოლიდან და იმიდან ვიხსენი საკუთარი თავი, უკვე არაფრის შიში არ მაქვს. უკვე რადგან ვიცი, რომ всё, ამ სამსახურს მოვწყდები, მშვიდად ვარ. რადგან ეს სამსახური მსტრესავდა და უბრალოდ ვაიძულებდი საკუთარ თავს, რომ მეკეთებინა ის, რისი კეთებაც მევალებოდა. და აი არ ვიცი, მოვწყდი ამ სამსახურს როგორც იქნა, მოკლედ ეხლა ვარ 2 კვირა შვებულებაში, თასიან შვებულებაში, რა თქმა უნდა. მერე 2 კვირა ვიმუშავებ და ამ სამსახურისგან ვიქნები თავისუფალი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთი კვირა იყო კატასტროფა მართლა, აი ყველაფერი შენ რო ხარ და ყველაფრის კეთება შენ რო გიწევს, ძალიან რთულია. ნერვოზი დამართა ამ ერთმა კვირამ, სიმართლე გითხრათ, ძალიან დამანერვოზა, ძალიან რთული იყო ჩემთვის, მაგრამ მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ეს ერთი კვირა მომცა, იმიტომ რომ ამ კვირამ გამიმარტივა გადაწყვეტილების მიღება. და დღეს უკვე თავს გრძნობ მშვიდად. ჯერჯერობით არ მეფიქრება იმაზე, რა იქნება, სად წავალ, ვიშოვი თუ არა სამსახურს. ანუ თავარია, რომ აქაურობას მოვწყდი და მერე უკვე ერთი კვირით ადრე დავიწყებ სიოების გაგზავნას, განცხადებების გაგზავნას და მერე ვნახოთ. ხო და როცა სხვა შედარებით უფრო გამოცდილ ადამიანებს ვემესიჯებოდი და ვთხოვდი რჩევებს, კი, კარგ რჩევებსაც მაძლევდა ზოგი, მაგრამ ასევე ძალიან, ესე ვთქვათ, უარესად მაშინებდნენ რა, რომ არ არის მარტივი ახალი სამსახურის შოვნა, ისე და ისე და ესეც მიბიძგებდა იმისკენ, რომ დარჩენილიყავი იქ, სადაც ვიყავი და იძულებით გამეკეთებინა ის, რის იკეთებაც არ მსიამოვნებდა. ხო და
ესეთი სიტუაცია. ეხლა რადგან ეს ორი კვირა ვარ თავისუფალი, მინდა რომ რაც შეიძლება მეტი რამე მოვასწრო. ისეთი რაღაცა, რაც მომცემს შედეგს. პირველ რიგში ის, რომ დილით ადრე გაღვიძებას მივეჩვიო, სოფელში ვერ მივდივარ სამწუხაროდ ამ ორი კვირის განმავლობაში, იმიტომ რომ ეხლა შაბათ-კვირაა და სახლში ვარ, არაფერს არ ვაკეთებ, მაგრამ ხვალიდან 16-მდე დაახლოებით 5-6 ლექცია მექნება, რომლებიც არ უნდა გავაცდინო და 16-დან უკვე გამოცდები მექნება 5 დღის განმავლობაში. შესაბამისად ეს დღეები ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა ყოველ დღე მიწევს უნივერსიტეტში სიარული. და სოფელში ვერ წავალ. და რადგან აქ ვარ, მინდა რომ დილით ადრე ადგომას მივეჩვიო, გარეთ გასვლას, მე ისედაც არ შემიძლია ეხლა მიჩვეული რო ვარ სულ სიარულს და მით უმეტეს ფეხით ძალიან ბევრს დავდივარ, თუნდაც ავტობუსის გაჩერებამდე, მეტროდან სამსახურამდე, სამსახურიდან მეტრომდე და ასე შემდეგ. ძალიან ბევრს დავდივარ ფეხით და როცა არ მიწევს სიარული და როცა შემიძლია უბრალოდ სახლში ვიჯდე, რაღაცა არ მასვენებს. აი არ ვიცი რა, მაგრამ რა ვაკეთო არ ვიცი რა. ეხლა ეს ორი დღე სახლში რო ვზივარ, არ ვიცი რა ვაკეთო. ნახეთ, შემიძლია ავდგე და დავალაგო, მაგრამ ჩემს ტვინს ვეუბნები, რომ ბაჩო, სახლის დალაგება ცოტა რთული და დამღლელი საქმეა. ასე რომ ამის мотивაციას არ ვაძლევ საკუთარ თავს, რომ ადგეს და სახლი დაალაგოს. და ტელეფონში ძრომიალიც და TikTok-ის სკროლვაც მომბეზდა და რა ვაკეთო არ ვიცი ხოლმე და შესაბამისად გავალ გარეთ, გავივლი, გამოვივლი, გავისეირნებ, ცოტას წავივარჯიშებ, დილით ადრე ადგომას მინდა მივეჩვიო. ეგ არის და ეგ. ჩვენ ადამიანები ძალიან მიჩვეული ვართ სიამოვნების მიღებას მარტივად. დოპამინის განცდას, ესე ვთქვათ, დოფამინია თუ დოპამინია, ძალიან მარტივად ვიღებთ რა. ტვინს ვაწვდით სიამოვნების შეგრძნებას ძალიან მარტივად და რა მხრივ. აი ვსკროლავთ TikTok-ს, ვუყურებთ YouTube-ს, ეს არის მარტივად სიამოვნების მიღება და როცა ყოველდღიურად ამ ყველაფერს ვაკეთებთ, მერე გვიჭირს, ესე ვთქვათ, რთული სიამოვნების მიღების რთულად სიამოვნების მიღება გვიჭირს რა. ანუ ახალგაზრდებს განსაკუთრებით ძალიან ბევრი მიზნები გვაქვს, ოცნებები გვაქვს, რისი მიღწევაც გვინდა, მაგრამ როდესაც ხვდებით, რომ ეს მიზანი ძალიან შორსაა და ძალიან რთული გზა უნდა გაიარო იმ მიზნის მისაღწევად, ცოტა არ იყოს мотивация გვეკარგება რა, იმიტომ რომ მიჩვეული ვართ მარტივად სიამოვნების მიღებას, თუნდაც ჭამით, თუნდაც ტელეფონში ყოფნით და ასე შემდეგ რა. ხო და აი არ ვიცი, მე მაგალითად ეგეთი პიროვნება ვარ, როგორც გითხარით, რომ ძალიან მინდა რაღაცას მივაღწიო, მაგრამ როცა ხვდები, რომ ეს მიზანი ძალიან შორსაა, მერე мотивация მეკარგება და სურვილი მეკარგება იმისა, რომ მივაღწიო მაგ მიზანს. ხო და აი არ ვიცი რისი გეთება მინდა. საკუთარ თავთან ბრძოლაც ამას ქვია. კი, ნებისმიერი ადამიანი, როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩება, თუნდაც ღამე ძილის წინ, ყოველთვის აქვს ფიქრები, ესე ვთქვათ, და ბრძოლა საკუთარ თავთან, მაგრამ მე რატომღაც მგონია, რომ ზედმეტად ბრძოლაში ვარ რა საკუთარ თავთან. აი, რატო არ ვიცი. იმიტომ რომ
ხო ეგ არის ყველაზე მთავარი მიზეზი. ის რომ ვერ ვაღწევ იმ მიზანს, რისი მიღწევაც მინდა. ანუ ნებისმიერი საქმე აიღე, ხო, თუნდაც გსურს წახვიდე სამოგზაუროდ. ძალიან გინდა რომ წახვიდე სამოგზაუროდ, მაგრამ არ გაქვს იმის ფინანსები, ვთქვათ, რომ წახვიდე. იცი რომ ჯერ უნდა იშრომო, რაღაც პერიოდის განმავლობაში ფული უნდა მოაგროვო და მერე წახვიდე სამოგზაუროდ. ხო, ეგრეა. მაგრამ მე ზუსტად ეგ ფიქრები მანადგურებს, რომ აი მინდა რაღაცა, ვიცი რომ ჯერ უნდა ვიშრომო რაღაც პერიოდის განმავლობაში, რომ მაგ მიზანს მივაღწიო, მაგრამ ზუსტად მაგ შრომას ვერ ვდებ. როცა ხვდები, რომ მიზანი არის ძალიან შორს, იქ წყდება რაღაც რა. აი არ ვიცი, ძალიან დავირიე, აზრებს ვეღარც ვალაგებ, რეებს ვლუკუნებ, აღარ ვიცი, მაგრამ რეალურად ეგეთ სიტუაციაში ვარ რა. თითქოს შრომას ვდებ, მაგრამ როცა ხვდები, რომ მიზანი ძალიან შორს არის, რატომღაც მეფიქრება, რომ ამ შრომის ჩადებას აზრი არ აქვს. არადა რეალურად აქვს აზრი. ძალიან მიხარია, რომ თურმე რა მარტივი ყოფილა ამ გადაწყვეტილების მიღება, განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლა, თუმცა მე თვითონ ვურთულებდი საკუთარ თავს. იმ უარყოფითი ფიქრებით საკუთარ თავს ვურთულებდი ამ გადაწყვეტილების მიღებას. ასე რომ ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ, სიახლე ყოველთვის სტრესთან არის დაკავშირებული, თუმცა თუ არ გადადგიეს ნაბიჯი და თუ არ გაიარე ეგ სტრესი, ვერ მიაღწევ შედეგს. ასე რომ ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ, ყოველთვის ერთ სიტუაციაში ჩარჩენას ჯობს, რომ ზოგს ურჩევნია. აი არიან ადამიანები, რომლებსაც ურჩევნიათ, რომ ერთი სამსახური კონდეთ, ერთ ადგილას მოეწყონ და იქ იყვნენ შვიდად. მაგრამ მე არ შემიძლია, მე ძალიან მარტივად ბავშვობიდან ეგეთი ვარ რა, ყველაფერს მივედმოვედებოდი და მე თვითონ არ ვიცოდი რა მინდოდა. მე არ შემიძლია ერთი და იგივე საქმე ვაკეთო ერთი და დიდი ხნის განმავლობაში, ვიყო ერთი და იგივე სიტუაციაში. რაღაც ცვლილება თუ არ შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, ისე ძალიან კარგავ მოტივაციას და როცა მოტივაცია არ გაქვს, ვერაფერს ვერ გააკეთებ. ხო, მე ეგეთი ვარ. არ ვიცი, კარგია, ცუდია, რა თქმა უნდა, რაღაც მხრივ კარგია. ხო და რა ვიცი რა. ერთადერთი იმას მივხვდი, რომ სიახლის არ უნდა შემეშინდეს. იმიტომ რომ ზუსტად ამ სიახლეს მოაქვს მოტივაცია და გამოცდილება. რა არის საშიში, ხო? აქედან წამოხვედი, რაღაცა ახალს დაიწყებ. იქაც თუ თავი ვერ იგრძენი კომფორტულად, მერე სხვა რაღაცას მოძებნი და ზუსტად ამ გზას რო გადიხარ, მერე პოულობ რაღაც პერიოდის განმავლობაში, პოულობ იმ საქმეს, რისი კეთებას გსიამოვნებს და როცა თავს აძალებ რაღაცის კეთებას, არის ძალიან ცუდი. ასე რომ ეგ არის და ეგ. მაპატიეთ რომ ვიდეოებს ვერდებ ხშირად, მეც ძალიან მინდა რომ ვიდეოები დავდო ხშირად, მაგრამ
ну რა თქმა უნდა დროის არ ქონის და დატვირთული გრაფიკის გამო ვცხოვრობ ვიდეოებს, თუმცა არის ასევე ერთი მიზეზი ის, რომ არ ვცხოვრობ მარტო, ვცხოვრობთ მე, ჩემი ძმა, დეიდაშვილი და მით უმეტეს ამ ეტაპზე არც ჩემი ძმა არ მუშაობს, არც დეიდაშვილი და სულ სახლში რო არიან და რაღაცა ვერ დავჯდები და ვერ ვისაუბრებ, მით უმეტეს როცა ვიცი რომ გვერდით ვიღაც ზის და მისმენს, ძალიან გამეფანტება ესე ვთქვათ აზრები და პლუს ამას ხან ტელევიზორი ექნებათ ჩართული, ხან თამაში ექნებათ ჩართული, ხან საუბრობენ და შესაბამისად ვერ ვიღებ ვიდეოებს და მაპატიეთ. ასე რომ იმისთვისაც მზად ვარ, რომ ეხა ამ ვიდეოს რო დავდებ, არ ექნება შესაბამისი გამოხმაურება, იმიტომ რომ ისეთი კონტენტი მაქვს, რომ ხშირად თუ არ დადე ვიდეოები, ძველ ვიდეოს არავინ არ უყურებს რა. აი არ ვიცი, მინდა რომ თქვენც დაწეროთ კომენტარებში, რამდენად გაქვთ საკუთარ თავთან ბრძოლა. არ ვკარგავ მოტივაციას. მიუხედავად იმისა, რომ ნელ-ნელა უფრო და უფრო ხვდები, რამდენად რთულია ჩვენს ქვეყანაში იცხოვრო, იშრომო, ყოველდღიურად ესე ვთქვათ და პლუს ანუ ძალიან რთულია მართლა, მიუხედავად იმისა, რომ ხედავ, რომ რთულია ესე ვთქვათ საქართველოში შრომით მიაღწიო იმ მიზნებს, რისი მიღწევაც გსურს და ნელ-ნელა უფრო ხვდები, რატო გარბის ხალხი საქართველოდან. მაგრამ რა ვიცი, ჯერჯერობით ავნებდები და ყოველთვის ვეუბნები საკუთარ თავს, რომ აუცილებლად გამოგივა. მაგრამ ვერაფერს ვერ ვაკეთებ. გეგმები დალაგებული მაქვს, ვიცი, რისი გაკეთება მინდა და როგორ მინდა რომ გავაკეთო იმისათვის, რომ მივაღწიო იმ მთავარ მიზანს, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვდებ იმ თუნდაც ფინანსურ შესაძლებლობას. ანუ არ მიყვარს სხვისი შეწუხება. მშობლის პირველ რიგში, ხო? აი მაგალითად თვის ბოლოს რომ 10 დღის განმავლობაში უკვე ესე ვთქვათ რო აღარ გრჩება ფული, რომ ყოველდღიურად ვთქვათ საჭმელი იყიდო, გახვიდე, გამოხვიდე, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ აი ბოლომდე გავხაჩო, რომ არ შევაწუხო მშობელი, იმიტომ რომ ვიცი, რომ ის იმისთვის არის წასული იქ, რომ ჩვენთვის რაღაცა გააკეთოს. ღმერთმა დიდხანს გვიმყოფოს ჩვენი მშობლები, ჯანმრთელები და ბედნიერები, მაგრამ საფლავში ვერავის ვერაფერი ვერ მიაქვს. ასე რომ მშობლის ყველაზე მთავარი მიზანი უნდა იყოს ის, რომ იმისთვის იშრომოს, რომ შვილებს დაუტოვოს. ანუ ეგრეა, რას ვიზავთ, მშობლები მიდიან, შვილები რჩებიან. სამწუხაროა ის, რომ მშობელს ეღუპება შვილი. არ უნდა ხდებოდეს ეგრე, მაგრამ რას ვიზავთ, სამწუხაროდ ხდება. ცხოვრების, ესე ვთქვათ, ეგ არის ცხოვრების წესი, რომ მშობელი მიდის და შვილი რჩება და შესაბამისად მშობელი იმისთვის შრომობს, რომ შვილებს დაუტოვოს. რა თქმა უნდა ეგრეა, იმიტომ რომ საფლავში ვერავინ ვერაფერს ვერ წაიღებს. ასე რომ ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი შრომით მივაღწიო იმას, რისი მიღწევაც მსურს და არა სხვისი შეწუხებით. ხო და ამ ეტაპზე გეგმები დალაგებული მაქვს, არ მინდა ეხლა ამ გეგმების გაზიარება, იმიტომ რომ ხვალდაზე რა იქნება კაცმა არის ის, ხვალ შეიძლება სულ სხვა ინტერესი გამიჩნდეს და ის დავივიწყო, რის ინტერესიც დღეს მაქვს. ასე რომ არ მსურს ამ გეგმებზე საუბარი, თუმცა ვიცი რა მჭირდება, როგორ მჭირდება იმისთვის, რომ მივაღწიო მიზანს, თუმცა ვერ ვდებ შესაბამის შრომას. ასე რომ არ ვიცი რა იქნება, დაწერეთ აუცილებლად კომენტარებში, რამდენად ხშირად გაქვთ ხოლმე საკუთარ თავთან ბრძოლა.
და რამდენად მარტივად კარგავთ мотивაციას. ასევე მაინტერესებს როგორ უფრო გრძნობთ თავს კომფორტულად, როცა ერთი და იგივე სიტუაციაში ხართ დიდი ხნის განმავლობაში, თუ როცა ნახეთ სიახლე გაძლევთ мотивაციას, თუ პირიქით ერთი და იგივე სიტუაციაში ყოფნა განიჭებთ სიმშვიდეს. მე მაგალითად ვიცი, რომ მეტი შემიძლია, მაგრამ თან მაქვს სიახლის შიში. ხო, წავედი ახლა ცოტას გავივლი, გამოვივლი და ვეცდები, რომ ამ 2 კვირის განმავლობაში მაინც დავდო ხოლმე ვიდეოები. აი მე რა სიმშვიდეა. გეშდები. აბა ჰოთ, წარმატებებს გისურვებთ ყველას. და აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება.